რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ბრუნდებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში ჩვენ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტ ბატონ გურამ ნიკოლაიშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით ზაზა. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ გურამთან ერთად ჩვენ სოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მივიხილავთ და შემდეგ ვეცდებით აი ყველაფრის იმ ანალიზზე ვისაუბროთ, რასაც ჩვენ უკვე საქართველოში ვხედავთ. ბატონ გურამ, ტრამპის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა 100 დღის მუშაობის ანგარიში ჩააბარა კანონმდებლებს და ხმაური ჩაიარა ამ პროცედურამ და ამ ყველაფრის ამ 100 დღის განმავლობაში ყველაზე ნიშანდობლივი და ალბათ ბოლო პერიოდის გამოკვეთილი არის ტრამპის მოწადინება და კომუნიკაცია რუსეთთან ცალკე და ასევე თეთრ სახლში მიღება უკრაინის პრეზიდენტისა, რომელიც ჩვენთვის თვალს მიუჩვეველი კამათის ფორმატში წარიმართა და ამ ყველაფერს რაც მოყვა კი ვიხილეთ. ამასობაში დონალდ ტრამპის სპეცარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამბობს, რომ ადასტურებს, რომ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება. მანამდე ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ თურქეთში რუსეთის საკონსულოში ამერიკელებისა და რუსების შეხვედრა იყო. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ როგორც კი რუსეთთან დიალოგი დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციამ, ევროპა და უკრაინა ცალ-ცალკე ამბობდნენ, რომ ამ პროცესში ჩვენც უნდა ჩავერთოთ, ჩვენს გარეშე ამას რატომ აკეთებთ. ევროპასთან მიმართებაში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოქმედებებიც ჩვენ დავინახეთ, თითქოს გამოკვეთილი არც არაფერია, თუმცა მინდა ყურადღება გამომახვილო პოლიტიკოს გუშინდელ ვარაუდზე, რომ ტრამპს ევროკავშირის განადგურება და სათავისოდ გადაწყობა სურს. აქ აქცენტი გაკეთებულია იმაზე, ამ ანალიზში, რომ არა ერთობლივ სტრუქტურულ ერთეულზე ევროპულზე იყოს აგებული ამერიკის ურთიერთობა, არამედ ლოკალურ ევროპულ სახელმწიფოებთან. დაყავე და იბატონეს პრინციპს კი გავს, მაგრამ რა და როგორ ამას დრო აჩვენებს, თუმცა მე ეს ეკლექტიკა დავხატე იმისთვის, რომ ახლა თქვენი ანალიზით ვეცადოთ ერთად დავინახოთ ტრამპის რეალური მცდელობა რა არის და როგორ ფიქრობთ რა არის მისი მიზანი, როგორი სურათის მიღწევა ცალკე უკრაინა-რუსეთის ურთიერთობაში და ცალკე ევროპასთან ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კომუნიკაციის ფორმის კუთხით. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოხარული ვარ, რომ თქვენს ეთერში მოვედი, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყავს რადიო იმედს მსმენელი. რაც შეეხება დონალდ ტრამპის არჩევას და მის პოლიტიკას. არჩევიდან რო გადმოვთვალოთ, ალბათ მე 100 დღე განმოდის, მაგრამ მისი მიმართვა მაინც ეს იყო გამოსვლა კონგრესში. 100 დღე უწევს სადღაც აპრილის ბოლოს, აღდგომის პერიოდში და სწორედ ეს 100 დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ამ დროისთვის აპირებს ამ 100 დღიანი ანგარიშის ჩაბარებას, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რა გააკეთა მან უკრაინის მიმართულებით და ის როგორც მშვიდობის მყოფელი, რომელიც მუშაობს ლიბანზე, მუშაობს ღაზას სექტორზე და ყველგან, მისი პოლიტიკური პროფილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ასპექტია ის, რომ ის არის საუკეთესო პრეზიდენტი, ესე პოზიციონირებს, როდესაც ის არის ამერიკა არის ძლიერი, ვერავინ ვერ ბედავს ომს და როგორც კი ის უსამართლოდ ესე ვთქვათ გაწიეს, მისი ნარატივის თანახმად, აი მაშინ დაიქცა ქვეყანა და ეხლა მან ეს ყველაფერი უკვე უნდა დააბრუნოს, ხო? რაც შეეხება მის პოზიციას, მე მინდა მსმენელს ესეთი რამ უთხრა, რომ როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უბრალოდ რუსული სამხედრო ოპერაცია, როგორც დაარქვა პრეზიდენტ პუტინმა, კი არ დაიწყო უკრაინაში. ეს იყო ულტიმატუმი დასავლეთის წინააღმდეგ იმ პრეტენზიების საცნობად, რაც გააჩნდა რუსეთს მაშინ. ხო, უბრალოდ ფრონტის ველი, ესე ვთქვათ, გაიხსნა უკრაინაში. და იქ იყო საბაბი, რომ აი დონეცკის და ლუგანსკის მაცხოვრებლები რაღაც წლების განმავლობაში იზღუდებიან, საბაბი არსებობდა მათთვის, მაგრამ ეს საბაბი იყო გამოყენებული ისეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის, რომელიც დღეს უკვე ეჭვქვეს აყენებს უკრაინის როგორც სახელმწიფოს არსებობას, ხო? ყოველ შემთხვევაში უკრაინა დიდი ალბათობით გადარჩება, მაგრამ ის რომ იმ ფორმით ჩვენის გვახსოვს, უდიდესი ალბათობით ეს ვერ მოხდება, ხო? ასევე ზუსტად ასევე დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა იმ გუნდთან ერთად, რომელიც მის უკან დგას, აი ეს მის მაგა ფილოსოფიას ატარებს, მის ეს ვთქვათ პოლიტიკურ პლატფორმას იზიარებს და მთელი ის ტექნოკრატი ოლიგარქები, ვინც მის უკან დგანან, ანუ ეს სრულიად ახლებური გუნდია და ჩვენ მისი კაბინეტის დამტკიცებისას ეს ხალხი ვნახეთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამერიკულ პოლიტიკურ მეინსტრიმში იყვნენ მარგინალები და ეს დახასიათებულები.
ეს არჩევნები მხოლოდ ამერიკაში აჩატარდა. ეს არჩევნები იყო მთელ დასავლურ სამყაროში რევოლუციის ტოლფასი. ამ არჩევნებს ზეგავლენა აქვს ყველაფერს. ჩვენს ქვეყანაში საქართველოში იმიტომ აქვს ამხელა რეზონანსი, რომ საქართველო არის ძალიან მჭიდროდ მისი შიდა პოლიტიკა სწორედ დასავლურ სივრცესთან დაკავშირებული. ანუ იმაზე მეტადაც არის ჩვენი შიდა პოლიტიკა დასავლური ტენდენციების გავლენის ქვეშ, ვიდრე ამას თუნდაც ჩვენი გეოგრაფია გულისხმობს. ხო, ჩვენ წარმოვადგენთ ევროპის პერიფერიას. თუ კი რამე არის დასავლური სივრცე, ჩვენ ვართ ამის პერიფერიაზე, მაგრამ ჩვენ მთელი ჩვენი შიდა პოლიტიკით ვცდილობთ ვიყოთ ამ ეპიცენტრში და ძალიან იმაზე მეტი ზეგავლენა აქვს, რა ხდება ბრიუსელში თუ ვაშინგტონში, ვიდრე რა ხდება თუნდაც ბაქოში, ერევანში ან სტამბულში. აქედან გამომდინარე, ტრამპის არჩევამ შეცვალა მთლიანად აი ის მოცემულობა, რაც იქ არსებობდა. თუმცა პირველ რიგში ძველი სამყარო, რომელიც მიჩვეული არის პოსტცივი ომისეულ პერიოდში არსებობს რაღაცნაირი მსოფლიო წესრიგი და მიჩვეული ამ წესრიგს, უკვე პრაქტიკულად როგორც კომფორტის ზონა, ისეა ეს წესრიგი და თუ რაიმე ხდება მსოფლიოში თუნდაც მიუღებელი, მათ შორის ისეთი მასშტაბური ომიც კი, როგორც არის რუსეთ-უკრაინის ომი, აი ამ პერსპექტივიდან ხდება ამ ომის დანახვა, ხო? მათ შეხედეს, რომ კი მორიგ ჯერზე ეს დონალდ ტრამპი ერთხელ უკვე იყო პრეზიდენტი, ისევ რაღაც შეიცვალა, მაგრამ ამ არჩევის შემდეგ ტრამპმა დაიწყო ძალიან აქტიური პოლიტიკის წარმოება და მან გამოავლინა სრულიად განსხვავებული მიდგომები, ვიდრე მისგან დასავლური სამყაროს ლიდერები ელოდნენ. ეს განსხვავებული მიდგომა მდგომარეობდა იმაში, რომ პირველ რიგში მან შეცვალა ომის პარადიგმა. როდესაც დაიწყო რუსეთის მხრიდან უკრაინის დაპყრობა, რა იყო ომის პარადიგმა, ხო? უკრაინას თავს დაესხნენ, მაგრამ მხოლოდ უკრაინას კი არ დაესხნენ თავს, ანუ პრაქტიკულად პუტინმა ამითი დაიწყო მსოფლიო წესრიგის ცვლილება. მან თქვა, რომ სამყარო აღარ არის უნიპოლარული, ამას შეიძლება რაღაც აკადემიურ წრეებში ვიღაცები ამბობდნენ, მაგრამ ეს ღია არის, ხო? სამყარო არის მულტიპოლარული და აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, ვინ როგორ უყურებს. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ თქვენ ვინც ესე არ ფიქრობთ, თქვენ მოგიწევთ, რომ ეს აღიაროთ. და 3 წელია ამ აღიარების პროცესს ჩვენ ხედავთ, მაგრამ თუნდაც აკადემიურ ველზე, ხო? ტრამპის განცხადება და შეცვლილი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ არის სწორედ ამის აღიარება. ამის მიღება. რომ პირველ რიგში ეს აი როგორც საბაზისო მოცემულობა, რომ კი ბატონო, სამყარო არის მულტიპოლარული. ეს უნდა რაღაცნაირად გაჯდეს, რომ იქ თავის წონა აქვს ჩინეთს, იმიტომ რომ ჩინური ფაქტორი არსებობს, აქვს რუსეთს, ის შეიძლება მოვიაზოთ ბრიქსის ქვეყნებში, იქით არსებობს ნატოს ალიანსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის უნიპოლარული სამყარო, სადაც ამერიკა არის მსოფლიოს ჟანდარმი და ამ გასული 30 წლის განმავლობაში ყველა კონფლიქტს მეტნაკლებად არეგულირებდა. ეს პერიოდი დასრულდა. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით პუტინის ომმა მიიღო ეს წარმატება, ხო? შემდგომი ფაქტორი იყო ის, რომ უკრაინა მხოლოდ თავის თავს კი არ იცავს. ნარატივი იყო, რომ უკრაინა არის ფარი, რომელიც იცავს ევროპას, იმიტომ რომ რუსული საფრთხე ემუქრება ყველაფერს. შესაბამისად, ერთის მხრივ უკრაინა არის მსხვერპლი, მაგრამ მეორეს მხრივ უკრაინა არის ის ფარი, რომელსაც საჭიროა, რომ რაღაც ყველანაირად რომლის მიმართაც არის ვალში მთელი დასავლური სამყარო, იმიტომ რომ ის ღურის სისხლს ბრძოლის ველზე ამ ფრონტის ხაზზე. რომ არა ის, მათთან იქნებოდა ეს. არა, ანუ მას გაივლია ეს ზღვარი თუ გადაილახა, ანუ უკრაინის თავდაცვითი ხაზი თუ გადაილახა, შემდეგ იქნებიან დანარჩენი ქვეყნები. კი ბატონო. დასავლეთმა აღნიშნა მაკრონ მაც, რაჭრილითაც ისაუბრა თუნდაც გუშინ. დასავლეთის ქვეყნების მიდგომა იყო შემდეგი, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, იმიტომ რომ რუსეთი იმუქრება ბირთვული საფრთხით და არ უნდა მოხდეს შემდგომი ესკალაცია. ანუ უხეშად რო ვთქვათ, მიზანი ესე განისაზღვრა, რომ უკრაინამ ამ ომში უნდა განიმარჯვოს, გამარჯვება გამოიხატება იმაში, რომ უკრაინამ უნდა თავის სუვერენული ტერიტორია გაანთავისუფლოს და ეს ცხადია უდრის რუსეთის მარცხს, ხო? ამიტომ თავდაცვითი ომი არ ყოფილა გათვლილი იმაზე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარიყო შეჭრა, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ რაც გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აგრესორი ქვეყანა ისე დამარცხდა, რომ ბოლოს განადგურდა, ანუ აი ეს სცენარი იმ თავითვე გამოირიცხა, იმიტომ რომ არსებობს ბირთვული საფრთხე, ეს აღარ არის 1940-იანი წლები. აი ამ მოცემულობაში გავიდა 3 წელიწადი. შესაბამისად, თუ კი ეს წითელი ხაზი გაქვს, შენ რაც შეგიძლია აწვდი, ოღონ ისე შეზღუდულად, რომ ამ ეს წითელი ხაზი არ გადაილახოს. დიდი ხანია უკვე ამ 3-დან მინიმუმ 2 წელია, რაც უკრაინა იძახის, რომ ის რასაც მაწვდს, ეს საკმარისი არ არის. ეს არის პრაქტიკულად წვეთოვანი, ეს ნიშნავს, რომ მე უბრალოდ ციცხვისგან ვიცლები, უომობ, ანუ ვერ წინ მივდივარ და შესაბამისად ეს ომი რაღაცნაირად გაიჭედა. და ამ ფონზე, როცა დანაკარგები ძალიან დიდია უკრაინის მხრიდან და კიდევ უფრო მეტი რუსეთის მხრიდან, და რომელიც თავის თავს აძლევს ამ ფუფუნებას, რომ მას შეუძლია ეს ადამიანების სისხლი ხარჯოს ბრძოლის ველზე, აი ამ ფონზე
უკრაინა ამ ფონზე ეს პარადიგმა თანდათ მაინც არ იცოლებოდა. ანუ რუსეთს აქვს აღმავალი დინამიკა, ხო, მაინც რუსეთი არის შეტევით მდგომარეობაში და უკრაინა უბრალოდ ეუბნებოდა დასავლეთს, რომ თქვენ უნდა გაზარდოთ ეს მხარდაჭერა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკვე გაიჭედა, ამერიკის პრეზიდენტი პრაქტიკულად ჩვენ ყველანი ვხედავთ პირდაპირ ეთერში, იყო ძალიან შეზღუდული შესაძლებლობის ბოლოს და რთული გადაწყვეტილების მიღება. ამერიკაში მიმდინარეობდა კამპანია და მაინც არსებობდა ეს მოლოდინი, რომ აი არჩევნები იქნება და შემდეგ უკვე უნდა ამ პრობლემას უპასუხოს ახალი მანდატით აღჭურვილმა პრეზიდენტმა, ხო? აი ეს მოლოდინი არსებობდა. შესაბამისად, ეს მოლოდინი აღსრულდა, არჩევნები გაიმართა, შემდეგ ძალიან დაახლოებით 70 დღე ველოდეთ ინაუგურაციას, ეს ინაუგურაცია შედგა და ძალიან მალე ჩვენ დავინახეთ ისეთი პოლიტიკა ტრამპის, რომელსაც არავინ არ ველოდებდა. ანუ პირველ რიგში ტრამპმა შეცვალა პარადიგმა, მიდგომა. მან აღარ დაიწყო ეს რამის იცავს, ანუ მან პრაქტიკულად მიიღო მთელი რიგი პოსტულატები, რომელსაც რუსეთი იძახის პუტინის პირით, რომ ეს ომი არის ნატოსთვის, რომ რუსეთის პრეტენზია უკავშირდება ნატოს არ გაფართოების რაღაცა დარღვეულ პირობას, რომ საერთოდ არ იყო საჭირო აი ამ რაღაცა რა იყო განა ესეთი მოულაპარაკებელი და საერთოდ არ იყო საჭირო ეს ომი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა გავლენის სფეროების პრაქტიკულად ეგრე გამოვიდა. გაყოფა და აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავდით ძალიან ბევრი ფული ამ ფულს ვერაფრით უკან ვერ ამოვიღებთ რაღაც ისეთი პრეტენზიაც გამოცხადდა ანუ არავინ უკრაინის მიმართ ვალში არ არის ანუ უკრაინის პრობლემა ეს არის უკრაინისვე საკითხი და ის ფული რაც ამაში ჩაიდო ნუ პრაქტიკულად არის წყალში გადაყრელი ხო და პირიქით რაღაცნაირად თუ დავიბრუნებთ პირიქით კარგი იქნება ანუ აბარატო უნდა ჩაიდოს იქ ფული ანუ ის მიუდგა როგორც რაღაცა მოვალეს რომელიც ცალკე არის პრობლემებში გაჭედილი და რომელიც რაღაცა იპოთეკური ვალდებულებებით არის შესაძლებელი რა ეს აქტივები როგორ შეიძლება ესე გადანაწილდეს რა თქმა უნდა ეს იყო ცივი წყალი მთლიანად ამ დასავლური სამყაროსთვის რომელიც მიჩვეულია მაგრამ ტრამპს აქვს ერთი რკინის არგუმენტი. თქვენ 3 წელია ამ პრობლემას მართავთ. და 3 წლის განმავლობაში მე მოვედი, გეკითხებით, აი რა არის დასასრული. აი როგორ ხედავთ, როგორ უნდა დასრულდეს ეს. საბჭოთა კავშირის დიდ საამოვნო ომში ქონდა ზუსტად გარკვეული და პირიქით სტალინმა მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა. მას უნდოდა რომ აიღო ბერლინი, ის უნდა ყოფილიყო მთავარი გამარჯვებული. და შესაბამისად მოკავშირეები, რომლებიც ყველა მხრიდან უტევდნენ გერმანიას და ბოლოს მის დედაქალაქს ანუ აქაც კონკურენციაში შევიდა, ამაში გადაიხადა ძალიან დიდი სისხლი, მათ ეს არ უღირდათ და სხვა შორის გაჩერდნენ, თორე უფრო ადრე მივიდნენ ამერიკელები ბერლინის ზღუდეებთან, მან ეს გადაიხადა და მან აიღო ბერლინი, ხო, საბჭოთა დროშა 1 აპრილს და რაიხსტაგს. და აქედან გამომდინარე, ის ეკითხება, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. ესე დასრულების სცენარი არავის არ აქვს. ერთადერთი არსებობს ბუნდოვანი პირობა და რაღაც ეგეთი მოდელი, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დახმარება, ანუ აი ეს ომი, ეს სისხლის ეს სისხლისგან დამცლელი ომი ამ მსხვერპლის ფასად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, სადღაც გამოილევა რესურსი და ნუ მე ამ გამარჯვებას ვიზეიმთ. მაგრამ ეს ძალიან ბუნდოვანი. პასუხისგებელი პირი, აი როგორც ბაიდენმა დაიხურა ქუდი და წავიდა ბორის ჯონსონმა და სხვა ლიდერებმა, რომელსაც ვადა გაზდით და დამთავრდება მათი მიერ გაცემული პირობები, თუნდაც ფარატინა ქაღალდიც არ არის. აი ზუსტად ასე არავინ არ არის პასუხისგებელი, რომელიც იტყვის, რომ რაღაცა X დროში, აი ამ რესურსის გამოყენებით, რაღაც აი ამ ოპერაციის შედეგად ჩვენ რაღაც შედეგზე გავალთ და თითქოს ვინმე ეს აიღოს ეს პასუხისგებლობა. ბუნებრივია, რომ იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიამიტი არავინ არ არის, არც ტრამპი, არც მისი გუნდი და არც მით უმეტეს ძალიან დიდი ინფორმაციის მქონე ის ტექნოკრატები, ის ოლიგარქები, რომლებსაც აი მთელ თანამგზავრებს და ყველაფერს აკონტროლებენ, მათ აქვს ძალიან დიდი ინფორმაცია და წლების განმავლობაში, როცა ტრამპი გეგმავდა დაბრუნებას ცეცხლში მეორედ კენჭის ყრას, ერთი ხელით ის უმკლავდებოდა მის წინააღმდეგ შემოტევეს ეს სხვა სასამართლო პროცესები და უამრავი სხვა პრობლემა მეორე ხელით ის აგებდა იმ რაღაცა ერთგული მომხრეების გუნდს, რომლებიც თანათანობით იკავებენ დღეს თანამდებობებს, ხო? მათ აქვს ძალიან ამავე დროს ისინი მუშაობდნენ პროგრამაზე, რა უნდა გაეკეთებინათ შემდეგ. ანუ ეს არ არის სპონტანური, არაფერი სპონტანური არ შეიძლება იყოს ამერიკის ქმედებებში, ხო? ეს არის უკვე გაწერილი გეგმა და მიღებული, გააზრებულია, რომ ეს ომი არის ჩიხი და ამ ომის მოგება არის შეუძლებელი იმ ფორმით, რაც ახლა მიმდინარეობს. ჩვენთან აი ვიღაცები რომელსაც ვერ იღებენ ამ რეალობას და მათ მაინც სურთ რომ იმ თავისი მოდელის თანახმად უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს, ეს უნდა მოხდეს დასავლეთის ხელით. ანუ არ იღებენ რომ პირველი დასავლეთი აღიარებს ამ ომის ესე მოგება შეუძლებელია. თუ ომის კონტექსტს გავზრდით, იზრდება რისკი ბირთვული საფრთხის. და ნუ ეხა ბირთვული საფრთხის რისკი რას ნიშნავს? ეს თუ ვინმეს უნდა აუხსნათ, იმასთან ლაპარაკს საერთოდ აზრი არ აქვს, ხო? ამიტომ სწორედ აქედან გამომდინარე, მათ
ეს პრაქტიკულად ისე რომ პირდაპირ რა ვთქვათ, მათ ეს აღიარეს, რომ ეს ომი არის ამ ომში უკრაინა დამარცხდა. ამ ტიპის ომში უკრაინა დამარცხდა. ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ აბა რა უნდა ეკნო, რა თქმა უნდა უკრაინას უნდა მოეგერინებინა ის შეტევა, რაც მან მიიღო და მან ამაში გაიმარჯვა. შეტევა უკრაინამ 2022 წლის გაზაფხულზე მოიგერია ნამდვილად. მაგრამ სხვა არის შეტევის მოგერიები და სხვა არის გრძელვადიანი ომი, რომელიც ხარ ჩართული, სადაც შენ თვლი, რომ პრინციპში მოდელი, რომ შენ შეგიძლია მთელი უკრაინის ტერიტორია გაანთავისუფლო, რომ ეს არის შესაძლებელი, შენ ამას იჯერებ და შედიხარ ამ ომში და თუ ვინმე ეს დაიჯერა და ეს ომი დაიწყო და აქ არსებობდა დასავლური დაპირებაც, ეს მოდელი ჩავარდა. ტრამპი პრაქტიკულად ამას აღიარებს რა. აქედან გამომდინარე საჭირო არის აქედან გამოსავალი. გამოსავალმა შეცვალა პარადიგმა, გამოსავალი გვაძლევს ჩვენ იმ დანაკარგს, რომ სოფლიო წესრიგიც იცვლება, თურმე შეიძლება როგორც სხვათა შორის მე-20 საუკუნემდე ხშირად ხდებოდა, რომ ქვეყნები ერთმანეთში ომობდნენ, ვიღაცა მარცხდებოდა, ვიღაცა იმარჯვებდა, მაგრამ ეს ცხოვრება გრძელდებოდა, ხანდახან ზავსდებდნენ, ხანდახან რაღაც ტერიტორიები იცვლებოდა, ელზასი და ლოტარინგია, რავი, გადადიოდა ხელიდან ხელში დიდი ხნის განმავლობაში. და ეს ერთ-ერთი მორიგი ეპიზოდია სოფლიო ისტორიაში, აი ესეთი, ხო? და აღარ შევდივარ წიაღსვლებში, თქვა ვისი პრეტენზია რა როგორი არის. ფაქტია, რომ ის რომ სუვერენული სახელმწიფოს პრიმატი არსებობს და მის საზღვრების ურღეობის პრინციპი, ეს შეილახა. იმიტომ რომ ქვეყანამ რუსეთმა თქვა, რომ არა არსებობს კიდე უსაფრთხოების კონცეფციაც და მე არ ვზნობ თავს რაღაცნაირად დაცულად, იმიტომ რომ თქვენ აი ნატოში შეყავთ უკრაინა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ნატოში არავის არ შეყავდა, ხო ესე, მაგრამ რუსეთი ითხოვდა ამის ღია დაფიქსირებას და დასავლეთმა ეს არ გააკეთა. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ სწორედ ესეთი სურათი პირველ რიგში დღეს სოფლიო არის სწორედ ამგვარი, ჩვენ ვხედავთ აი ამ პარადიგმის ცვლილებას იმ ფონზე, როდესაც მედასავლეთეების თუ შეიძლება ესე ითქვას უმრავლესობისთვის ეს არის წარმოადგენს შოკურ თერაპიას. პირდაპირ აი ჩვენ 90-იანებში შეგიძლია რამ გავიარეთ, ეგონ ეკონომიკური თვალსაზრისით. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის შოკური თერაპია, იმიტომ რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ სამყარო თურმე სხვანაირია. არა მარტო რიგითმა ადამიანებმა საერთოდ არ მიკვეს და არ ამონათებ არსებობს რუსი დიდი ოპოზიციონერი ბლოგერი იულია ლატინია, რომელიც პირდაპირ თქვა ეთერში, რომ მეც კი რომელიც ჩვენზე უფროსიც არის ასაკით, მე სამყარო შემეცვალა, თურმე სხვაგან ცხოვრობდით და ეს ყველაფერი გამოჩნდა რა. ოღონდ აკადემიურ დონეზე ისევ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუ ძალიან დიდ რამდენიმე საუკუნის ჭრილში შევხვდეთ, შევხედავთ პროცესს, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია. ამიტომ თავარი რომ შევაჯამოთ, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს უყურებთ ძველი მსოფლიოს დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ახალი რაღაცა გადაფუთული ვერსიით, აი მოდა როგორც ტრიალებს ხოლმე, ოღონდ არაფერს ახალს, მაგრამ არსებითად ჩვენი თაობისთვის ახალს. იმიტომ რომ ის ვინც თქვა რაღაც საბჭოთა კავშირის მიწრულს დავიბადეთ თუ გავიზარდეთ თუ შემდგომ 30 წლიან პერიოდში ვიცხოვრეთ, ჩვენ არ ველოდით რომ ასეთი რამე იქნებოდა შეიძლება. სხვა მოცემულობის სურათს შეგვაჩვიეს თუ შევეჩვიეთ, ასეთი მივიღეთ რეალობა. რადგან ბოლო ნაწილში რომ საქართველოს დაუთმოთ და უბრალოდ თქვენი საინტერესო მსჯელობა ერთი მიმართულებითაც რომ ასე ვთქვათ დაასრულოთ ჩვენ ვიხილეთ პოლონეთის პრეზიდენტის სანჯეი დუდას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემდივანთა შეხვედრისას ამბობს, რომ ევროპა სამხედრო საფრთხეებისთვის ზად არ არის. და საუბრობს, რომ სწრაფად უნდა დავიწყოთ 3%-მდე სამხედრო მიმართულებით დაფინანსების ხარჯების ზრდა და ასე შემდეგ. ამასობაში ტრამპის კიდევ ერთი განცხადება, რომ არაპირებს ნატოში თანხის გადახდას. თუ სხვებიც არ გადაიხდიან. გასაგებია, აქამდე ამერიკის ინტერესი სხვა იყო, იხდიდა მეც და უკვეთავდა მეცაც და იყენებდა ამ ინსტრუმენტსაც სხვებთან ერთად. ერთი ეს მომენტი, მეორე ევროპასთან ურთიერთობა და უკრაინის პრობლემა. როგორი უნდა ნატო ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი კონდეს ახალი წყობის რეალობაში, სადაც მარტო ამერიკა არ არის, როგორი უნდა რომ იყოს ტრამპს, თქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, როგორი უნდა იყოს მის ხედვაში ევროპა და როგორი უნდა რომ საბოლოოდ ფორმა, რა ფორმით უნდა დაასრულოს და როგორ ხედავს კონფლიქტის მოგვარებას. ხო, აი წეგარო ლაპარაკობდი, მაშინ უკვე დავიწყე ამის თქმა, მთავარი პოსტულად უბრალოდ სხვა მიმართულებით წავედით, რომ როდესაც დაახლოებით 4-5 წუთი გაქვთ ამისთვის და მე საქართველოსი დავასრულე. როდესაც უკრაინაში, როდესაც ამერიკაში მოხდა ეს არჩევნები, ეს ბოლო საპრეზიდენტო, ეს იყო საარჩევნო რევოლუცია და ეს მაგა კონცეფტი, რომელმაც გაიმარჯვა
ეს არის რევოლუციური მიდგომა, ხო, დიდი ალბათობით ხე ჩემი ვარაუდით ეს ძალიან შეცვლის ამერიკულ პოლიტიკას, ვიღაცას გონია რომ ესე ეს დუალიზმი დემოკრატების და რესპუბლიკელების რაღაცა მონაცვლეობა გაგრძელდება, მაგრამ ნუ აი ვიღაცას გონია რომ ეს დროებითია და მე ყველაფერი ისევ დაბრუნდება ძველწესრიგზე, მაგრამ დიდი ალბათობით არაფერი აღარ დაბრუნდება და აქედან გამომდინარე ამოცანა რაც დგას ამერიკული აი ამ ადმინისტრაციის წინაშე არის ის რომ მან ეს გამარჯვება დიდი ხნით უნდა უზრუნველყოს. ეს გავს 2012 წელს ქართული ოცნების გამარჯვებას რა. იმიტომ რომ მან ის ფორმატი გამოიყენა უკვე ახალ საპარლამენტო რესპუბლიკაში შევედით და მან თავისი პოლიტიკით ძალიან დიდი ხნით მოიყვანა ქართული ოცნება ხელისუფლების სათავეში. ხო, იმიტომ რომ მან ყველაზე კარგად გაიგო ამორჩევის უმრავლესობის დაკვეთა და არსი რაში მდგომარეობდა, ხო, პოლიტიკური არსი. აქედან გამომდინარე ის გარდა იმისა, რომ ცდილობს ამერიკულ პოლიტიკაში ფესვების ღრმად გადგმას, ის რატო ვიძახდი, რომ ეს დასავლეთისთვის მოხდა ეს არჩევანი, იმიტომ რომ ის დასავლეთშიც იგივე ცდილობს. ანუ ის ტრადიციული დასავლეთი, რომელსაც ამერიკა პირდაპირ დომინირებდა, რომელიც ეზოსაც ეს წარმოადგენდა, თავისი კანადით, თავისი გრენლანდიით და თავისი ძველი ევროპით, ის ცდილობს მეგა პროექტის რეალიზებას და დიდი ალბათობით აი ეს რაღაცაად მოჭერა, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, რაც მიმდინარეობს ამერიკის მხრიდან დასავლურ სამყაროზე, იძულება, რომ ის დათანხმდეს მის მიერ შეთავაზებულ, მისი პირობებით აგებულ წინადადებებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის კრიზისის დამთავრების კუთხით, ის დათანხმდეს ევროპა უნდა აი სწორედ ესეთ მოდელს, თუ არა ის ამას მოუჭერს, ანუ ეს ნიშნავს ევროპის არახელიდან გაშვებას, ევროპის დასუსტებას იმისათვის, რომ მოხდეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტების ცვლილება. აი ეს რაღაცა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც ერთგვარად რაღაცა უხილავად ერთი რაღაც მიზიდულობის ცენტრისტულ ლიდერის გარეშე ჩამოყალიბდა გლობალური USAID, თუ შეიძლება ესე ითქვას, აი ეს რაღაცნაირად მას უნდა დაამარცხოს, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთლიანად ევროპულ ნაწილში. და თუ ის ამას დაამარცხებს, ბუნებრივია, რომ ის თლიანად აი ამ სივრცეში გაიმარჯვებს და პირველ რიგში ეს იქნება მისი მთავარი გავლენის სფერო. აქ როდესაც ის ყარად მოიკიდებს ფეხს, შემდეგ შეეძლება მას, რომ უკვე ითამაშოს წმინდა გეოპოლიტიკური თამაშები რეალპოლიტიკაზე დაფუძნებით. იმიტომ რომ ამის უკან დგას გათვლა, რომ შეუძლებელი იყო ისევ ისე გაგრძელდეს. მან დაინახა ის სისტემები, რაზეც დასავლური ცივილიზაცია იდგა. გინდა ეს იყო შობადობის კლების კუთხით, მიგრანტების კუთხით და სხვა 1000 სცენი ჭირს დასავლურ ცივილიზაციას, რომელიც იყო რა თქმა უნდა ყველაზე მოწინავე, ყველაზე განათლებული, ყველაზე პროგრესული, მაგრამ ამასობაში აი ამას შეეპარა, ისე ვთქვათ, პობა, ხრწნა და ჭია. ამისგან განთავისუფლებას ცდილობს ეს შეიძლება ეხლა ძალიან ისე ესმოდეს ვიღაცას და თამა მათ და გადაუწყვეტლად, მაგრამ თავარი რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ არის სწორედ ეს მიდგომა და დანარჩენი უკვე არის ფრაგმენტები, აი ამ სტრატეგიის ტაქტიკური ნაწილები არის უკრაინაში პრობლემა როგორ უნდა მორჩეს და ასე შემდეგ. მან იციან დასავლეთმა ის რუსეთს ვერ გააკრობს. შესაბამისად რუსეთი თუ არ მარცხდება ის იმარჯვებს და ნუ ეს ეხლა მხოლოდ საქართველოში არ ვიცი შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ საქართველოში აი ამ რეალობის მიღებასთან პრობლემები გვაქვს, მაგრამ იმის და მიუხედავად ადამიანები ამას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, რეალობა ვერ შეიცვლება, ეს ესე მოხდება. გასაგებია. პოლიტიკურ ფასეულობათა თუ გემოვნების თუ კონცეფციური ჭიდილით გამოწვეული რევოლუციური სხვაობა ჩვენ ახლა დავინახეთ, რომელიც მასშტაბურია. და ლოგიკურია მოგყვებით ამ მსჯელობაში, რომ ახლა ამ ველზე უნდა რომ ხელახლა გამყარდეს ამერიკას ტრამპის სახით, თუ ტრამპს ამერიკის სახით, იმისთვის რომ შემდეგ უკვე ძლიერი პოზიციიდან ესაუბროს მის მთავარ ბიპოლარულ სამყაროში კონკურენტს იგივე ჩინეთს. და ამ შემთხვევაში რუსეთი სად იქნება და რუსეთთან რა შესაძლებლობებსა და რესურსებს დაიტოვებს, ეს კიდე ცალკე საკითხია. იმიტომ რომ აქ შეიძლება რუსეთს საჯილდო ქვის ფუნქცია მიეცეს ამერიკისა თუ ჩინეთისთვის, ეს ცალკე თემაა. ამ ყველაფრის თამდევი პროცესების ერთგვარი ანარეკლი ჩვენ ვიხილეთ ჩვენთან, რომელიც შიდა პოლიტიკურ ველზე ბოლო საპარლამენტო არჩევნების სახით ჰქონდა და მის შემდეგ. და ახლაც გრძელდება ეს თემატიკა. თქვენ ახსენეთ, რომ ბევრს უჭირს აი ამ გარდაქმნილი სახეცვლილი სურათის ნახვა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც სტანდარტულ ჩარჩოებს ვიყავით მიჩვეული და ეს ჩარჩოები ახლა იწევს რღვევას და ცვლას. დაახლოებით იმას გავს 90-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის დასასრულს, საბჭოთა კავშირის რეალობაში გაზრდილი ადამიანებისთვის სრულიად წარმოუდგენელი ხდებოდა. ასე ვთქვათ, ერთის მხრივ შეიძლება ჰიპოთეტურად რაღაცა უნდა დათ, მაგრამ მეორეს მხრივ ამ პრაგმატული ცხოვრებიდან რაღაცა გაურკვეველში რო გადავდივართ, რა იქნება, როგორ იქნება და ვიღაცას მიმღებლობაც არ ქონდა. რაც ვნახეთ გასაგებია. აი ამ გლობალური პროცესების ფონზე, რომელიც კიდევ გაგრძელდება და ტაქტიკა და სტრატეგია იქ გასაგებია მოცულობითია, მათი გარდასახვა ქართულ პოლიტიკურ
ველზე. ამ მცირე ქვეყანაში, რომელსაც სატრანზიტო მისიის გაძლიერება სურს, მოკლედ აი ამ ყველაფრის არეკლას და პოლიტიკური გლობალური ტალღების ჩვენთან ასახვას როგორ ხედავთ? იცით რა არის? პირველ რიგში ჩვენთან ჯერ კიდევ ის 2025 ალბათ იქნება რაც გარდამავალი პერიოდი, აი ამ რაღაც დიდი რაღაც გამოფხიზლების თუ გამოღვიძების, ხო ის დასავლეთში რაც ახლა ხდება, რაც დაჩქარა ტრამპმა, თანამედროვე ადამიანები მიხვდებიან, რომ სხვანაირ სამყაროში ცხოვრობთ. ჩვენ 50 წლიან მინიმუმ 20 წელი მაინც ვიკვებებოდით და თავები გაიზარდა სამყაროს გარკვეულ სურათზე, ხო? წინა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დროს ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ის ვინც არის ჩვენთვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამარღვეველი და მტერი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არსებული რაღაცა ნეგატიური სენტიმენტები და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არსებობდა დისიდენტური მოძრაობაც, ეროვნული მოძრაობაც, მაგრამ ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდა. ანუ საქართველოს მოიპოვა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ფორმალურად ყველაფერი მოიპოვა, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა იმ თაობის ყოველშაბათში სახლს, არავინ არ იყო დაბადებული მანამდე ცხოვრება არავის არ ახსოვდა. არის მანამდე ცხოვრებაც რუსეთი იყო, რომ ცხსომებოდა, ხო? ანუ ამ თაობმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დამარცხდა. და შეიქმნა რაღაც 10 წლიანი ეს პერიოდი, ვაკუუმი, თქვათ ვიდრე პუტინი მოვიდა და სათავეში ელცინის პერიოდი და მაგრამ ჩვენ გადავხედეთ ძალიან ძვირი ფასი, იმიტომ რომ ის ყველაფერი დაიშალა. შესაბამისად, თუ ჩვენ ამით ვიკვებებოდით პარალელურად აი ამ ჩვენი რაღაცე ოცნების რეალიზების პარალელურად ეს ყველაფერი გაქრა, ხო? გაქრა დენი, გაქრა საჭმელი, სასმელი, ყველაფერი და ირიბი გაგები. და ჩვენ მოგვიწია მინუსები და ნოლიდან ამის რაღაცა დაწყება. და ამის შემდეგ ძალიან მალევე სამართალ მემკვიდრე იყო რუსეთს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ ჩვენ გვაქვს სეპარატისტული რეგიონები, ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული, ეს არის ძალიან დიდი საკითხი ამ ორ ქვეყანას შორის, რომელიც ართულებს და კი არა საერთოდ ნოლზე ამის გამო ურთიერთობები, მაგრამ აი ამ რეალური პრობლემები და შემდგომ 2008 წლის ავანტურის დროს, როდესაც საქართველოს უკვე ნამდვილად დამარცხდა ბრძოლის ველზე და ჩვენ ისე კიდევ უფრო მეტად დავკარგეთ ეს ტერიტორიები, ხო, ახალი ტერიტორიების დავკარგეთ და სტატუსი აბსოლუტურად შეიცვალა, რუსეთაც ცნო დამოუკიდებლობა მიწების. მიხეილ სააკაშვილი იწყებს ტრისხატის შექმნას. ანუ რუსოფობია უკვე გადადის რუსოფრენიაში, შეიძლება ესე ითქვას. და მას ეს ტრისხატი ჭირდება სწორედ პოლიტიკური მდგენელისთვის, რომ მან თქვას, გაავლოს ხაზი, რომ აი როგორც არ უნდა იყოს ნებისმიერი ოპონენტი, ეს არის რუსი, თუ კი რაიმე არ მოწონს, ეს არის რუსული პროპაგანდა, ჩვენ გვესმის 20 წელია ჩვენ გვესმის რუსი ნეგატიურ კონოტაციაში. უბრალოდ პრობლემა ის კი არ არის, რომ შეიძლება ცუდი იყოს. პრობლემა ისე, რომ ეს საერთოდ საშუალებას არ გაძლევს, შენ რომ რაიმე კითხვა დასვა, რაღაც ანუ კრიტიკული აზროვნება გაუქმდა. აქ უბრალოდ შუაზე გაიყო, არსებობს ცუდი და არსებობს კარგი. და თუ შენ მოგარტყავენ რეალიზმს, შენ იგივე ხარისხს, შენ დამთავრებული შენ არ შეიძლება ლაპარაკი, არ შეიძლება ხელის ჩამორთმევა, საერთოდ არანაირი დისკუსია, იმიტომ რომ პროპაგანდას არ უნდა ელაპარაკო. ეხლა როგორც ტრამპის ხილებების შემდეგ აღმოჩნდა, ეს აღმოჩნდა რბილი ძალის ის მეთოდი, რომელსაც დასავლეთი მიმართავს, ეს გამზადებული message box-ი, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოს ის შიდა პოლიტიკური წესრიგი, რაც მას აძლევს გავლენას. პოლიტიკური დისკუსიის კონტექსტი აიგო სწორედ ამ პარადიგმების მიმართ, რომლის თავარი იმპორტიორი დასავლეთში აი ამ მოხარშული message box-ების და მას უამრავი ლობისტი და ესე ვთქვათ ანალიტიკოსი ყავდა სააკაშვილს, ვინც ამაზე მუშაობდა, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, შემდეგ საერთოდ აღმოჩნდა ციხეში, მაგრამ პოლიტიკურ დისკურსში აი ამ ტიპის მიდგომა, აი ეს იდეოლოგია დარჩა. აი ეს იდეოლოგია რომ დარჩა, ამის გავლენას ხედავთ ჩვენ ამის რეციდივს, რაც დღეს ხდება ქუჩაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები სწორედ ამ გადმოსახედიდან აპროტესტებენ ამ ყველაფერს. არაფერი პრაქტიკულად არ შეცვლა 28 ნოემბერს, ხო? 28 ნოემბერს მოხდა კონსტატაცია იმოცემულობის, რაც იმ დროისთვის შეიქმნა. რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ვერავინ ვერ დაამტკიცა ვერანაირი გაყალბება, ერთი თვის თავზე შეიკრიბა პარლამენტი და ამ დღესაც და არც შემდეგ დღეს არ მომხდარა ამ პარლამენტის აღიარება. მორიგ ჯერზე, ისევე როგორც 2012 წლის შემდეგ ყოველ ჯერზე გამოცხადა ბოიკოტი ნაციონალური მოძრაობის ავანგარდით, მასთან გათანაბრებული პარტიების და ამას აყვა დასავლური სამყაროც. ამაზე იყო პასუხი, კონსტატირება იყო 28 ნოემბერში, თუ თქვენ აი ესე აყენებთ საკისან პრაქტიკულად თუ არ ცნობთ ამ პარლამენტს,
რომელიც უფლებამოსილებაც 2028 წლამდეა, მაშინ ჩვენ უბრალოდ აღარ ვიქნებით მძევალი იმ სიტუაციის, რომ თქვენ ყოველდღიურად გთხოვთ ხან 9 პუნქტს, ხან 12 პუნქტს და რაღაცა ნიშნებს. ჩვენ უბრალოდ ამ დისკუსიას ვაჩერებთ საერთოდ და დაუბრუნდებით 2028 წელს, ხო, როცა ახალი არჩევნები გაიმართა, იმიტომ რომ ეხა აზრი არა. ამას მოყვა პროტესტი, რომელიც თავისი არსით იყო ელექტორალური პროტესტი. ეს იყო ოპოზიციური ელექტორატი გამოსული რუსთაველზე, რომელიც აპროტესტებდა არსებითად არჩევნების შედეგს. იმიტომ რომ ის აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი, იმიტომ რომ მათ მოლოდინი სხვა ჰქონდათ. თუმცა მიიღეს სრულიად სხვა რამ, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს თითქოს გაყალბდა და ამის მტკიცებულებებიც არ გამოინახა, ხო? და ეს რაც თავარია, შემდეგ კარგი საბაბი მიეცა, რომ აი თითქოს ეს არის ღირებულებითი ბრძოლა. თითქოს ხელისუფლება არის რუსული, აი ესე ამ პარადიგმაში შევედით, ხელისუფლება არის რუსული, ხოლო თვითონ რაღაცნაირად მიყვავართ ევროპაში. გასაგებია რომ ამასობაში ეს ევროპა შეიცვალა. დასავლეთის თავარის სვეტი ჩამოიქცა, ხო, იმიტომ რომ მან თქვა, რომ ეს ყველაფერი არის გამოგონილი. მან ეს ყველაფერი ამხილა, რომ ეს ყველაფერი ხელოვნური, დაფინანსებული USAID-ის რბილი ძალის მიერ განხორციელებული ხელშეწყობილი ელემენტები დემოკრატიის, თავისუფლების, სიმართლის და სხვადასხვა იმის რაღაცა ღირებულებების სახით, რომელიც პარალელურად ქვეშ უამრავ ფულს შავად თუ თეთრად აკეთებდა. მაგრამ ისე არის ინერციით, აგერ დღეს არის ითვლია, ყოველდღე ხო ითვლია, დღეს ხო ჩვენ ვიღებთ გამგრუდებულ რეალობას, ანუ მედია კი აღარ ასახავს რეალურად რა ხდება. შენ უკვე წინასწარიც მედიამ რა გინდა რო ასახოს და ამის მიხედვით იქცევი. რუსთაველზე უნდა გავიდეს აუცილებლად ის ადამიანი, რატომ? იმიტომ რომ უნდა გაჩნდეს მორიგი ჰედლაინი იმ გაზეთში, რომ პროტესტის მე რაღაცა დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. და შემდეგ უნდა დაერქვას, რომ უწყვეტი პროცესის არსი. დღეს არის მე-100 დღე, ხო, საიუბილეო დღეს მაქვს ეთერი. დღეს არის მე-100 დღე. და ანუ აი პროტესტის, აი ეს უნდა გაფორმდეს. ანუ ამ მედია ჰედლაინისთვის დღეს ადამიანები დადიან ქუჩაში და მეტი შინაარსი აღარ დარჩა. იმიტომ რომ იცით თქვენ რა არის მოთხოვნა? აი რას ითხოვს ის პროტესტი, რომელიც გარეთ დგას ქუჩაში? ნუ გასაგებია რასაც მოყვა ეს ყველაფერი და აი მოთხოვნა ეხლა რა ადამიანი ქუჩაში რაღაც აპროტესტებს და რაღაცას ითხოვს, რას ითხოვს? ნუ თავიდან გასაგებია იყო პარტიათა, ოპოზიციურ პარტიათა ლოგიკა და მსჯელობა რომ ამბობდნენ რომ გაყალბდა და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის ის განცხადება რომელიც მოთხოვნა 28 წლამდე მე ამას არ დავუბრუნდები. ხელისუფლებას თხოვ, თუ ვის თხოვ, თუ რას ითხოვ? აგრძელებთ ევროპისკენ სვლას, მაგრამ 28 წლამდე არ გავხსნით არა, ხო, მაგრამ ამ ხელისუფლებას თხოვ რომ ეს შეცვალოს და შეცვალოს რა? იმ ფონზე, როდესაც ევროპა იძახის, რომ ისა ყველაფერი დაიკე. ანუ 2030-მდე ჩვენ არც განვიხილავთ. მაგას ვიძახი ხო ამის გასანება მინდა რომ ეს ყველაფერი არის ჩიხში შესული. ეს ყველაფერი უკვე შინაარსი დაკარგა. ეს ყველაფერი გახდა ერთგვარი რიტუალი, რომელსაც უბრალოდ აკეთებ რიტუალის ხო არ გვაქვს ჩვენ რაღაც ტრადიციაში რაღაცა რიტუალები, ხო? ეს მარილი რო დაგეყრება რომ უნდა გადაყარო ან რაღაც დააკაკუნო ხის მაგიდას. ეს რიტუალები, აი ეს რიტუალური გახდა ეს ყველაფერი, იმისათვის რომ არსებობდეს რაღაცა თავის დროზე დაფინანსებული რაღაცა მედია სურათი, რომელმაც უკან თავისი ორიგინალი უკვე დაკარგა. ის ჩამოიშალა უკვე ეს. ეხლა აი ამ ინერციის ვხედავთ. ნუ პარალელურად ნახეთ შემოდგომაზე ისევ არჩევნები გვაქვს. ანუ კალენდარი მზე ტრიალებს უმობლად. ყოველი დღე გადის. შენ როგორც არ უნდა კეტო ის ყოველდღიურად ეს რუსთაველი, ეს კალენდარი ვერ იცვლება, იმიტომ რომ პოლიციამ აჩვენა განსხვავებით სხვადასხვა 2023 წლის იმისგან ხო, გაზაფხულისგან, რომ იცი იქნება ძალადობა, გამოვიყენებთ ძალას. უკან დახევა არ იქნება. მივიღებთ უფრო მკაცრ კანონებს, რაითაც არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ რაღაცა წესრიგები შეცვალოთ. და შესაბამისად ეს იქნება ჯარიმით, ეს იქნება დაპატიმრებით, ეს ყველაფერი ესეც სისხლიანად დღეს მიმდინარეობს რა. და იმიტომ რომ ეს არის პრინციპული ხაზი, რომ თქვენ არ დაგანახებთ, რომ სახელმწიფო შეიძლება შეარყიოთ, იმიტომ რომ ეს გაცხადებული გეგმა. აი ამ ფონზე გადის ყოველი დღე და მოვა არჩევნები და დადგება დღის წესრიგში საკითხი. ანუ ეს არჩევნები, რომელიც თავისთავად მოვა არჩევნები ყოველთვის განმუხტვის საშუალება. ყოველთვის განმუხტვის საშუალებაა კრიზისი და ესევე იყო ეს 26 ოქტომბერიც, მაგრამ მორიგჯერზე ამას დახვდა აბსოლუტურად, იმიტომ თუ ჩვენ შედეგი არ მოგწონს, ჩვენ უბრალოდ მე არ შემიძლია რომ მოგიგო, მაგრამ ეს შემიძლია თავი დავიზიანო და ამითი დაგაშანტაჟო. ანუ ეს არის პოლიტიკური ტაქტიკა, ხვდებით? მაგრამ დღეს განსხვავებით წინა არჩევნებისგან, როდესაც მათ ასევე ხელოვნურად შექმნეს კრიზისი და მე მთავრობამ იმუშავა ოპოზიციასთან ევროპის შუამავლობით, შარლ-მიშელის პროცესი გახსოვთ, იმისათვის რომ ამ კრიზისიდან გამოსულიყო და ისეთივე ეკლექტური პარლამენტი მივიღეთ, სადაც ახლა ოცნების დეპუტატები მეუნებიან ხოლმე გადაცემაში, რომ იცი რა არის თქვენ ვერ წარმოიდგენს გარედან არჩევნდა, რომ ადამიანები როგორ არაფერს არ აკეთებდნენ.
ანუ როიძახით რომ 99 კაციანმა პარლამენტმა რა უნდა გააკეთოს, თქვენ გონიათ წინა პარლამენტი სხვანაირი იყო? ეს ხალხი საერთოდ არაფერში არ მონაწილეობდა. აი დღეს ხელისუფლება აჩვენებს, რომ იცი არის სუვერენიტეტის რაღაცა გამტკიცების გზაზე, ინსტიტუციების ფუნქციონირების გზაზე შესაძლებელია ესე გაკეთება. თუ ადამიანს უნდა თვით ლიკვიდაცია, მან გააკეთოს ეს თვით ლიკვიდაცია და შემდეგ მოვა რაღაც გაჩნდება, რაღაც სხვა ძალა ამოიზრდება, რომელიც მის ადგილს დაიკავებს. ეს ბუნებრივი პროცესია. და ეს არჩევნები რაც მოვა ამ შემოდგომაზე, ეს ასევე თვითმმართველობის არჩევნები ასევე არჩევნებია მთელ ქვეყანაში ტარდება და ამ პროცესს გადატვირთავს კიდევ მორიგ ჯერს. ოღონ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას უკვე ნაჩვენები აქვს, რომ იცის თუ შენ არსებობს დემოკრატიული თამაშის წესები. თუ შენ ამ წესებს არ დაიცავ, უბრალოდ დარჩები რაღაცა გემბანს მიღმა, თორე ვერაფერს სხვას ვერ შეცვლი. ერთადერთი გზა იმისათვის, რომ პოლიტიკაზე ზემოქმედება იქონიო, იმიტომ რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. რაღაცა შეცვალო, გაზარდო, წელს თუ არა, როდესმე არის აი ამ წესების და კონსტიტუციურ ჩარჩოში ყოფნა. თუ აქედან გახვალ, განწირული ხარ პოლიტიკური რაღაცა აღსასრულისთვის. აი ეს არის ის მოცემულობა, რაც ჩვენთან აისახება. რაც შეეხება შუა დერეფანს, იცი რა არის, ხშირად აი სატრანზიტო ფუნქცია, ეს არის რაღაცა ოქროს საბადო, ესე ხდება ხოლმე ამის მოაზრება, მაგრამ არის მთავარი რამ რომ ჩვენთან ამ დერეფანში რამდენიმე ქვეყანა არის და მათ კოორდინირებულ ქმედებაზეა დამოკიდებული და ეს გამტარიანობა ყველა რგოლში უნდა იყოს რაღაცა უზრუნველყოფილი იმისათვის რომ ერთგვარი საცობი აწარმოიქნას. კი, გეთანხმებით, მადლობა. სამწუხაროდ მეტი დრო არ გვაქვს, რომ აი სატრანზიტო და კონკრეტულად შუა დერეფნის ხო, მე მგონი ეს თავარი ფორმულა თქვი, ეგ არის მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ცალსახად და უღრმესი მადლობა თქვენი ხედვისთვის, თქვენი ანალიზისთვის, საინტერესო დიალოგისთვის, იმიტომ რომ ასე მოლეკულურ დონეზე დაშლა საერთო სურათის ალბათ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე ისევ გონებაში ავაწყოთ და რაღაცა სხვანაირად შევხედოთ, იმიტომ რომ მართლაც ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც სტანდარტული სურათი თუ კონტურები, გლობალური ჩარჩოსი სრულიად იცვლება და ამ ცვლილების ფონზე ვარ და პრინციპში ის არის, რაც თქვენ ახსენეთ აკადემიურ დონეზეც გარკვეულწილად ამის მიმღებლობაც არ იყო, რადგან ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგი გეოპოლიტიკური სტრუქტურით დღემდე ვიყავით, არა და მოცემულობა იცვლება და სრულიად სხვა რეალობაში გადავდივართ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ბატონ გურამ ნიკოლაიშვილთან ჩვენი დიალოგი რადიო ემედის Facebook გვერდზე აიტვირთება. ნახვამდის.